ემუქრება თუ არა ქართულ ოცნებას ჰააგის სასამართლო მოსკოვის მექანიზმის ანგარიში რეკომენდაციას გასცემს რომის სტატუსის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართონ 12 მარტს გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს განიხილავს და რეკომენდაციებს გასცემს როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის ასევე ეუთოს სახელმწიფოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ანგარიში საუბარია დემოკრატიის უკუსვლაზე, სისტემურ ძალადობაზე, შესაძლო წამებაზე, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებზე, პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხესა და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე. ანგარიშის თანახმად მომიტინგეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სხვა სახის უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი გამოიკვეთა. ანგარიში საერთაშორისო თანამეგობრობას აძლევს რეკომენდაციას, სადაც ეს შესაძლებელია განიხილონ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პირებისა და მათი პასუხისმგებელი ზემდგომების გასამართლება ეროვნულ სასამართლოებში, მათ შორის უნივერსალური იურისდიქციის გამოყენების გზით. ანგარიში ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ასევე რეკომენდაციას აძლევს, რომ განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ანგარიში აღწერილ განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევებზე. განიხილონ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პირებისა და მათი პასუხისმგებელი ზემდგომების გასამართლება ეროვნულ სასამართლოებში, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის უნივერსალური იურისდიქციის გამოყენების გზით. ქიმიური იარაღის შესახებ 1992 წლის კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოსთან შუამდგომლობა, რათა 1992 წლის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად განიმარტოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის ავარაუდო გამოყენების საკითხი. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთა შორისი საჩივრის წარდგენა კონვენციის 33 მუხლის შესაბამისად. წამების წინააღმდეგ კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტისთვის სახელმწიფოთა შორისი შეტყობინების წარდგენა. წამების წინააღმდეგ კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის წარდგენა. რომის სტატუსის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით. უფრო კონკრეტულად ანგარიში 46 რეკომენდაციას გასცემს, რომელიც მათ შორის საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, საკანონმდებლო რეფორმებს, წამების, სხვა სასტიკი არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ეხება. ანგარიში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მებლობის მიღებით ეტაპობრივად შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და გაერთიანების თავისუფლება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური ოპოზიციის დამოუკიდებელი მედიისა და ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული. ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს ფაქტობრივად ყველა ის ცვლილება და კანონი, რომლებსაც ადგილობრივი უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევდნენ და მოუწოდებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები. გაუქმდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი და გრანტების შესახებ კანონის ის დებულებები, რომლებიც უცხოურ გრანტებს ეხება. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან მათი ფართომასშტაბიანი შეუსაბამობის გათვალისწინებით მიზნობრივი შესწორების გზით მათი ამ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია. ანალოგიურად გაუქმდეს მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებასა და მაუწყებლობის შინაარსზე დაწესებულ შეზღუდვებს. რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავს შეკრების უფლებას, როგორიცაა ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები. უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იქნას სათანადო ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას შორის. დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პატიმარი, მათ შორის ოპოზიციის წევრები. მომავალში ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მათი პოლიტიკური მოტივებით დაკავებისაგან. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ჟურნალისტები და საჯარო დებატების მონაწილეები, რომლებიც დაკავებულნი არიან გამოხატვის თავისუფლების გამოყენების გამო. მომავალში ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მსგავს გარემოებებში პირთა დაკავებისაგან. სისტემურ ძალადობასთან ერთად მოსკოვის მექანიზმის ანგარიში მიუთითებს, რომ დარღვევების ჩამდენი პირები პრაქტიკულად სრული დაუსჯელობით სარგებლობენ. როგორც ანგარიშია ნათქვამი, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი აქტორების მიმართ მტრულ გარემოს ამძაფრებს დაუდგენელი პირებისგან შემდგარი მამაკაცთა ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის პრაქტიკულად უკონტროლო შემთხვევები. დოკუმენტის მიხედვით ეს პირები პერიოდულად ესხმიან თავს ხელისუფლების კრიტიკოსებს, ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დღისით, მზისით და აშკარა დაუსჯელობის პირობებში. ანგარიში პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების და დაუდგენელი ნიღბიანი პირების მიერ ჩადენილი წამების და არასათანადო მოპყრობის ყველა შემთხვევის გამოძიებას ითხოვს.
უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საჭირო საშუალებითა და რესურსებით, რათა მან შეძლოს მასზე დაკისრებული ყველა ამოცანის შესრულება, მათ შორის პრევენციის, ეროვნულ მექანიზმებთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელება. ოპერატიულად იქნას გამოძიებული პოლიციის, უსაფრთხოების ძალებისა და დაუდგენელი ნიღბიანი პირების მიერ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ყველა შემთხვევა. უზრუნველყოფილ იქნას ეფექტური, სამართლებრივი დაცვის საშუალებები ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების შემთხვევებზე. უზრუნველყოფილ იქნას სრული რეაბილიტაცია და კონსპირაცია ყველა იმ მსხვერპლისთვის, ვინც დაზარალდა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შედეგად. გატარდეს შესაბამისი დისციპლინური ზომები იმ თანამდებობის პირების მიმართ, რომელთა მონაწილეობა სერიოზულ გადაცდომებსა და უფლებების დარღვევაში დასტურდება სარწმუნო მტკიცებულებებით. ეუთოს მოსკოვის მექანიზმი ასევე რეკომენდაციას გასცემს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე. ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე, განხორციელდეს აუცილებელი ცვლილებები არჩევნების ორგანიზებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც მოცემულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიში. მომავალ არჩევნებზე მიიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლები, კერძოდ ეუთ-ოდირის მისია. მათ მოწვევა უნდა გაეგზავნოთ არჩევნებამდე საკმარისი დროით ადრე, რათა ოდირმა სათანადოდ შეასრულოს სადამკვირვებლო მისია. ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ოპოზიციის შესახებ ცილის მწამებლური ინფორმაციის გავრცელებისაგან, ასევე დაშინებისა და მუქარის კამპანიებისაგან. ხელისუფლებამ თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიცირებისაგან. გაწეულ იქნას ამჟამად განხილვის პროცესში მყოფი სარჩელები, გაუქმდეს თვითნებურად წარმოდგენილი ბრალდებები პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების მიმართ. ანგარიში გამოქვეყნებულია ქართული ოცნების საპასუხო შეფასება ეუთოს მიგნებებზე. ანგარიშის თანახმად ხელისუფლება ეუთოში თავისი მუდმივი წარმომადგენლისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მეშვეობით კატეგორიულად უარყოფს ეუთოს ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს.